ყვავილებს არ ვჩუქნი, ხელებზე არ მატარებ, შენ საერთოდ ვის რაში სჭირდები? ვაფშე იდი ნახუი. შენ დედაც. კიდევ კაი ეგ იყო უბრალო სიზმარი. ამის დედაც ამ თხოვებამ როგორ მომიტყნა მეტვინი, შვილს კიდე შიზოფრენიკი მყავს, თოჯინებს ელაპარაკებს. ღმერთს ფიცა ვარ, სიპერისგან მალე მოკვდები. ზდაროა ბაბუა. დილა მშვიდობისა შვილო. აბა მოყევი, დღეს რა სიზმარი დაგესიზმრა. ისეთი არაფერი, გოგო დამშორდა მე სიზმარში. მოგიტყან რა ყლეობა ხარ, გოგომ სიზმარშიც კი დაგადო. ბაბუ, შენ უკვე ტვინი მომიტყანი შენი ხუმრობებით. და კარგი, სერიოზულად, გოგო როდის გამოგიჩნდება შენ? მოხუცო კაცო, ჩემთვის ჯერ ადრეა გოგო რომ მყავდეს. მინე, შენ იქნებ რაღაც პრობლემები გაქვს, მითხარი სიმართლე, შენ იმპოტენტი ხარ? მე რა შენთვის ტკინვეულ თემას შევეხებ? ბაბუ, მოგიტყან, პროსტა თავი დამანებე რა გჭირს შენც კიდე? აბა შენ ციშვილო, გოგოს გარეშე არ დაბრუნდე სახში. იდი ნახუй. გამარჯობათ. ქალი. მადლობა რომ ჩვენს მაგრივად ალაგებ კლას ჩმორო, მოგიტყა რა საცოდავია. მეშნირი ვარ. ისევ ის გოგო? არა უშო, საბა გაბედოს ჩემთან მოსვლა, სკამით გავაყლევებ. ჩემი კარგი მოვტყა, მაგან სკამი აიღო. ჰეი, ჩემი კარგი მოვტყან, მას ჩემთან ლაპარაკი უნდა. რა ჩემი ყლე გინდა? შენ რატო დამარტყი დღეს მე? შენ გეგონა რომ მე არ ვეთყოდი ჩემ ბიჭებს რომ გაგამუტელონ სკოლის მერე? შენ გეგონა რომ მე ვერ დაგაჯვავდი კი არა, გადაგაჯვავდი თავიდან ბოლომდე. შენ საერთოდ მისმენ მე?